მადლობა ყველას განსაკუთრებით არჩილის მეგობრებს, ახმოვებს, ნათესავებს, რუსკასმინოს სურას ახმოვებს. ყველას ვისთანაც არჩილს მართლა გამორჩეული რაღაცნაირი ემოციური ბმა ჰქონდა და საშუალო ყველაზე მეტად ცნობიერთა. იმიტომ რომ დღეებში მახსოვს რომ აი ყველაზე ემოციური გამოხმაურო დაწერას ცნობიერთა. და იწყებდნენ ამით, რომ აქამდე არასდროს არ მინახავს ეს ბიჭი, მაგრამ რაც წამების გადაც ნახე, ეს არის ნამდვილი საოცრება და მე რაღაც დიდი ბევრი ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ ეს საოცრება ნამდვილად დიდხანს ასეთ საოცრებები არ გვხვდება და არ ჩერდება. და ხაშის აი რუსკას უდევს უბრალოდ ეს გარდატეხის პერიოდია ძალიან რთული და პირველად იქ ნახე სწორედ აი ამ ოქროს წერახინის წლევანდელ დაჯილდოებაზე არის ეს ეკრანი დარბაზის სცენა, სადაც საჩის ნივთები და არის მართლა აი ტოპოლოგიური მეხსიერების ადგილი. ხო? ადგილი, რომლითაც მოინიშნა, რომ ეს სახელი და გვარი არჩილ ბადრიაშვილი აი ეს არის მისი მარტივება და ისაც როგორ შეუძლია პირველ რიგში მეგობრებს შეუძლია და მის ხონებას ყველაზე უკეთ მაქსიმალურად ბევრი ასეთი მეხსიერების ადგილი უნდა მოინიშნოთ, რომ რაღაცნაირად ეს გაგრძელდეს, ხო? ჩვენ ვცამდეთ, რომ რაღაცა რამდენიმე ასეთი მოსანიშნე ადგილი გამოგვეყო. მე ხა ვერაფერს ვერ ვილაპარაკებ არჩილს, როგორ უყვარდა სვანეთი და რამდენად რა იყო ეს მისთვის და პირველი რაზეც ვიფიქრეთ, რომ აი დაგვეწესებინა არჩილი ჩვენი კურსდამთავრებულია ერთ-ერთ კოლეგის პროექტში ასევე ჩვენთან მუშაობდა მკვლევარად და პირველი რაც ვიფიქრეთ, რომ მოდი აი იყოს ეს სტიპენდია სვანეთის ჯერ ვიფიქრეთ ზოგადად მთიანეთის რეგიონიდან და განსაკუთრებით სვანეთის რეგიონიდან. საშუალო არ იყო მარტივი, იმიტომ რომ ძალიან ვღელავდით, აი მინასაც ვუყარებოდი, როცა შევარჩევდით ამას, მათ ესეები უნდა დაეწერათ, როგორ წარმოედგინათ რაღაცა. აი სვანეთში ის, რასაც სვანეთში არჩილი აკეთებდა და მართლა ხაშეს არაერთი სვანი, რომელიც სულ ჩემთან გნახავთ შემდეგ ეს პოსტი, ჩემი ნაცნობები მეუბნებოდნენ, რომ გურამ ტიტანაძის შემდეგ სვანეთს ასე არავინ არ დაუძინებია, როგორც არჩილი დაიძირავდა. ისეთი ბედნიერება იყო, როცა შევხვდით მარიამს, რომელიც ჩვენ ბიზნესის ტექნოლოგიის და განათლების ფაკულტეტის მეორე კურსელია, რომ აი მაია ლევანი მიხარმევის ხედით ცოტა დაძაბულები, რომ უხერხული არ იყოს, რომ ჩვენ ვთქვათ რა გვინდა მისგან და მარიამმა აქეთ ჩაუტარა მასტერ კლასიდან ძალიან ბევრი რამ გვითხრა, როგორ წარმოუდგენია მას ამ სტიპენდიის არევა და როგორ წარმოუდგენია რა უნდა გააკეთოს სვანეთში იმისთვის, რომ ის რასაც არჩილი აკეთებდა თითქოს გაგრძელდეს და არ ნატალი კაცე არ შეცვალეს. მე მინდა ხა მარიამს გადავწეროს ასეთ მარიამს გეტყვით. მარიამი არის მეორე ჩვენ თანამშრომელი, რომელმაც მოამზადა ის ვიდეო რგოლი, რომელსაც მე ძალიან ვღელავ და ამიტომ ეშვები მარიამის სახელს. შეიძლება როგორ წარმოუდგენია ბევრი. ჩვენ თვითონ სპონდრინა და ის. მოგესალმებით.
პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავხადო ქალბატონ გიორგიძეს და ამ დაგის სპეციალისტებს, რომლებმაც მე მომცეს შესაძლებლობა ყოფილიყავი ამ პროექტის ნაწილი. არჩილ ბადრიაშვილის სტიპენდიის პირველი მფლობელობა ჩემთვის არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და პრივილეგია, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩემი როგორც პიროვნული, ასევე აკადემიური განვითარებისთვის და თანამედროვედ მოვადებულებს კიდეც, რომ მე დიდი პატივი მივაგო ამ ძველ ადამიანს და მის მემკვიდრეობას. მე ვარ ნატალი ჯაჯვანი სვანეთიდან. ადგილიდან, რომელიც გამოვირჩევა ულამაზესი კულტურით, ტრადიციებით, ისტორიით და ბუნებით. სვანეთში დავიზრდებოდი და ეს ჩემთვის არ მხოლოდ ადგილმდებარეობა, არამედ ასე ვთქვათ, ცხოვრებისეული გამოცდილებაც კი იყო. აქედან გამომდინარე, მე მინდა რომ სვანეთის ამ ტრადიციების და კულტურის შენარჩუნება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი აქციო. ძალიან მეგობრები ვარ, რომ ეცემა შანსი შევისწავლოთ ჩემი ისტორია უფრო მისეულად. ეს ძალა მე მაძლევს შესაძლებლობას, რომ გავუზიარო შემდეგ ქართულ საზოგადოებას და ამით ვიმედოვნებ, რომ სულ პატარა წელს მაინც შევიტან საქართველოს უნიკალური ისტორიის დაცვასა და წარმოსახვაში საზოგადოებაში. არჩილ ბადრიაშვილი ადამიანი ჩემთვის მაგალითი, რომელიც რომელმაც ცხოვრება მიუძღვნა თავგადასავლების ძიებასა და საქართველოს კუთხეების ლამაზის გამოკვლევას. მიუხედავად იმისა, რომ მე არჩილს არ ვიცნობდი, მისი ადამიანობა, გადმოცემები და ისტორია მეჩნეხებ ძალიან დიდ შთაგონებას მაძლევს მე. ბევრი მსმენი არჩილს ძალიან დედაჩემისგან, რომელიც იცნობს საჯის ოჯახს და მე ვთვლი, რომ ჩემი ვალდებულება არის ამ სტიპენდიით გავაგრძელო და გავაძლიერო ჩემი დარჩის საერთო მემკვიდრეობა. როგორც ყველა ხსენე მე ვაპირებ პროფესიულად შევისწავლო ჩვენი ისტორია, შევხვდე სვანეთში ადგილობრივ მაცხოვრებლებს, მოვისმინო მათი ისტორიები და გადმოცემები. ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაპირებთ დავაარსოთ სალაშქრო კლუბი, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ, რომ ნახონ საქართველოს ულამაზესი კულტურა და ბუნება და აი ამ ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდები შეძლებენ, რომ შეიცნონ და შეიგრძნონ ეს ყველაფერი, რაც ასი ძალიან უყვარდა და რასაც აქში ასე ძალიან აფასებდა. ასევე სვანეთში ვაპირებთ დავაარსოთ არჩილ ბადრიაშვილის მემორიუმი, რომელიც მის ხსოვნას უკრავობს. ჩვენ ვითანამშრომლობთ მესტიის თერთუნდის კოლეჯთან, რათა ახალ თაობას უკეთ გავაცნოთ აჩის საქმიანობა და მისი თვალით განახული სამყარო. მე ვთვლი, რომ აჩის ისტორიებს და მიღწევებს შეუძლია შთააგონოს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თავის ქვეყანას სიყვარულით ემსახურება და ძალიან მიხარია, რომ მომეწონა არ შესაძლებლობა, რომ ესეთ პროექტში ჩავერთო. მინდა დიდი მადლობა გადავხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ხარს მიჭერს. თქვენი ნდობა და მხარდაჭერა არის ჩემთვის უდიდესი мотиваცია, რომ ღირსეულად გავაგრძელო ის საქმე, რაც შინ დაიწყო და მას ასე ძალიან მიყვარდა. ახლა ძალიან მეგობრებო, ეს ყვავილი არის კალა და ეკუთვნის. ეკუთვნის ამ მშვენიერ გოგოს. ძალიან დიდი მადლობა და სხვაშორის მართლა ნატალის ინიციატივა ამ თეთრმუდის კოლეჯთან ურთიერთობა, რაც ჩვენ დავიწყეთ და აი რა ძალიან ენერგიული გოგოა და პირდება, რომ აუცილებლად თაობები და საკუთრებით პაზარები მისგან და მის მეგობრებისგან მოისმენენ იმას, რაც მათ ვერ მისგან. მადლობა ნატალი და I am ნიშნაზე რომ ამბობდი თავიდან აი დღევანდელისთვის ფიქრობდით რომ აი ეს გაბნეული არჩილის ჩანაწერები ვიდეოებისგან რამე გრაფიკული დიზაინით ან სხვადასხვა ფორმატით ხوار გვეცადა თუმცა ძალიან რთული იქნებოდა და აი წეგან რომ ეშლებოდა სახელი იმიტომ რომ მეშლება რომ ცოტა ღილა სწორედ თქვენს უნდა გაჩვენოთ ახლა მარიამი ნამდვილი ოქროს მარიამი რომელმაც ეს პატარა ვიდეორგოლი მოამზადა. თამსვლელი, რომელსაც საქართველოს ხმა მწვერვალებამდე მიაქვს. სადაც არ უნდა წავიდეს, არჩილი საქართველოს დროშას ყოველთვის თანატარებს. არჩილის გზა უამრავ მწვერვალს მიუყვება. თითოეული მათგანი მის სახელს სამუდამოდ ინახავს. დალაშქრულ მთებს კი სამშობლოს გამარჯვებად აქცევს. უშბა ახალი გზა. სიტყვების პოვნა გამიჭირდა. უშბაზე ახალი გზა მეტი რა უნდა ვთქვა. ტექნიკურ სირთულეზე საუბარი ადვილია. ემოციურზე ცოტათი რთული. იმაზე, რაც ასეთი თავგადასავლებისკენ გვიზიდავს, ხომ სიტყვებში არც გადმოიცემ.
და მაინც თამსვლელისთვის უდიდესი პატივია შენი ქვეყნის, კავკასიონის თუ საერთოდ შენი პლანეტის უმშვენიერესთა შორის გამორჩეული. უშბაზე საკუთარი გზა გქონდეს გავლილი. მთა არ არის მხოლოდ დაბრკოლება, რომელიც უნდა გადალახო. საქართველოსთვის მთა არა მხოლოდ ბუნების ნაწილი, არამედ საკუთარი იდენტობის სიმბოლოა. სირთულის, სიმტკიცისა და დაუღალავი ბრძოლის ნიშანი. რო ჩამოდიხარ ძირში მთის უკვე რო იხედები ზემოთ, უყურებ ამ მთას და ხვდები რომ ანუ მთა კი არ გადალახე, ან გადალახე შენი სისუსტეები და შენ უკვე მზად ხარ შემდეგი მიზნებისთვის, რომელიც შეიძლება ბევრად რთული იყოს. მწვერვალებზე აღმართული საქართველოს დროშა გვახსენებს, რომ საქართველო თავის წილ ადგილს პოულობს იქ, სადაც ყველაზე დიდი გამოწვევები გვხვდება. მთებში, სადაც სიჩუმეა დამკვიდრებული. არჩილი ჩვენი ქვეყნის ხმას ტოვებს. ამ მწვერვალიდან საქართველოს გაუმარჯოს. ჩვენს კაი ხალხს გაუმარჯოს. ვიცი რომ მაგრად გაუხარდება ჩვენი ამბავი და ჩვენ მაგრად გაგვიხარდება იმათი ნახვა. ასეთ ვილზაკას თუ არ შეიბრალებს დრო გატანს ხარ მეთამეტე და პირველად დაიამინდი ამ ვიდეოზე რომ ფიქრობდით რაღაცნაირად გვინდოდა რომ ისეთი ყოფილიყო აი თვითონ ახლა გადაიყო არჩილმა და აი ესეც რაც მარიამმა გააკეთა რომ აი ამ წორალებზე საქართველოს დროშა გვახსენებს რომ კი საქართველოს მკვიდრებს თავის ადგილს იქ სადაც ყველაზე დიდი გამოწვევაა რაღაცნაირად გონია რომ არჩილის სათქმელი ახლა ეს იქნებოდა და მარიამ იქნება შენ უფრო გითხრა მოგესალმებით. მე ამ ვიდეოს დაახლოებით უკვე მეასეჯერ ვუყურებ და ამ ეტაპზეც კიდევ ცრემლები მაქვს თვალებზე. ნატალის მინდა მიგულოცო არჩილ ბადრიაშვილის სტიპენდია და მე მინდა ორივე სიტყვა თქვა ვიდეოსთან დაკავშირებით. პირველ რიგში, როგორც ხალბატონ მარინამ ახსენა, ვიდეოზე მუშაობის პროცესი არ ყოფილა მარტივი პროცესი, იმიტომ რომ თემა არის ძალიან სენსიტიური და აქედან გამომდინარე ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არ მინდოდა რაღაცნაირად სიუჟეტი ყოფილიყო, სადაც უბრალოდ რაღაც ინფორმაციები იქნებოდა არჩილის შესახებ. ეს უნდა ყოფილიყო ვიდეო, რომელიც გამოხატავდა სათქმელს, რომელიც ალბათ ჩვენ ახლა ყველა სპორტ კლუბში და ალბათ რა თქმა უნდა არჩილსაც ექნებოდა აუცილებლად. ვიდეო აუცილებლად უნდა ყოფილიყო იმ არჩილზე, რომელიც მიდის საქართველოს ფარგლებს გარეთ და იქ აჟღერებს საქართველოს სახელს, საქართველოს ხმას, სადაც არავის აქამდე არ გაუჟღერებია. ვიდეო იმ არჩილზე უნდა ყოფილიყო პირველ რიგში, რომელიც გვაძლევს იმედს, რომ ნებისმიერი დაბრკოლება გადალახვადია და არასდროს არ უნდა დავნებდეთ. აქედან გამომდინარე, ეს მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ კონტექსტშიც და სამომავლოდაც ნებისმიერ კონტექსტშიც მე მგონია რომ აქტუალური იქნება. მე მგონი ცოტა შევწერით და დიდი მადლობა დამსწრებს, მადლობა ნატალის და ეს იქნება ჩემი სიტყვა. აუცილებლად უნდა დაიწყოს არჩილის ამბავი. აი ეს დიდი ამბავი და არა მარტო ქართულად. ამაზე რომ ფიქრობდით, პირველი საშუალო ვინც გავახსენდა, ვისაც შეიძლება ეს დაეწერა, მეორე არჩილია. კიკოც. რომლისთვისაც არჩილის ამბავი არა მარტო მოულოდნელი ტრაგიზმის გამო, ძალიან პიროვნულიც იქნებოდა და ემოციურად, ნამდვილად ძალიან დაძაბულიც. ჩვენ ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია არის ესეთი გამოცდილება, ვინცეთ დოიჩე ფერლანგ, აი მაიას ციცას და ნამდვილად დაინტერესებულები არიან. დაახლოებით ასე წარმოიდგინეთ, რომ
ქართული ალპინიზმის ისტორიას მართლა რაღაცა ძალიან მოხიბლავი და ძალიან ტრაგიკული ღერძით არჩილი, რომელმაც აი ქართულში ძალიან კარგი სიტყვა გვაქვს milestone-ისთვის, ხო, ნიშანსები, რომლისთვისაც ეს ამ ვიდეოებს ამბობს, რომ ეს რაღაც უზასავთაა მართლა ეს მთები და ყოველ ჯერზე ამოწმებ მას, ხო? როგორ დაძვიო შენი სისუსტეები და ისევე ბმები ამ ახალ ქარტეხილებში. და ძალიან მინდა რომ ეს არჩილის ამბავი დაიწეროს და რაც უნდა გვივა რომ მეორე არჩილი ამის ყველას კარგად გააკეთებს. არჩილი ყოველგვარ სიტყვას. გამარჯობათ, ეხლა ძალიან მიჭირს მე ლაპარაკი. მე არჩილს ვიცნობდი, მიყვარდა და შორიდან ესე შევნატროდი მის ცხოვრებას, ძალიან მომწონდა. ვინც ცოტა მაინც თაიცის და ცოტა მაინც ესმის, იმან იცის რა მხება იყო არჩილი როგორც სპორტსმენი. სხვა შეეტო ვერ გაიგოს, იმიტომ რომ ამ სპორტს მაყურებელი არ ყავს და სუსპარამეა სწორედ კიდე იყო ადამიანი, რომელიც ჩვენგან ცხოვრობდა, ნათელი, რომელიც ყველას უყვარდა და ყველას უნდოდა მასთან მეგობრობა და კიდევაც წარმოედგინა, ჩემო ბიჭმა მითხრა ეს მოგდაგით, რომ სულ მეგონა ორი მეგობრები გქონდეს, ხო და. როცა მე გავიგე, რომ ეს შემთავაზე ჩემ პირველი ის უარი პირველი რეაქცია, რომ არ მინდა ამაში რაღაცა, არც მეკუთვნის შეიძლება ეს თქვია, მაგრამ ვიფიქრე და სულ რაღაცა საკითხია, რომ შეიძლება კარგი გავაკეთო, სულზე უკეთ გავაკეთო და დავსახდი და ვიცი რა. ძიმე ამბავ მეგობრები, მე ესე მგონია რა. და კაც კიდე ვიცი სანამ ვიქნებით პრესომება რა, რომ გავიცნარი იყო. ნახსოვს ჩვენი ბოლო შეხვედრა გეოსარქისოვის დასაფლავებაზე და ახალი ჩამოსული იყო პატაგონიიდან, სპეციალოს მოხდეთ და ვილაპარაკეთ ხაშებს ამბავში არჩილის ამბავში აუცილებლად უნდა იყოს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომლის ქტიტორი არის არჩილ ბადრიაშვილი. ეს არის რეფლექსია ქართული ალპინიზმის შესახებ. თქვენ ნახოთ, აი მე აქ მახსოვს ჟურნალი ნუსია, ქართული ალპინიზმის ისტორიის შესახებ. არც ერთ საერთაშორისო გამოცემაში ქართველის ნაწერი, რაღაცა ისე კრიტიკული, ანალიტიკური ნაწერი არ არსებობს. ამის დამფუძნებელი არის არჩილ ბადრიაშვილი. და ეს არის ამერიკის ალპინისტური ჟურნალი, არსებობს ასე მეორე ჟურნალი, რომელთანაც არჩილი ძალიან ინტენსიურად თანამშრომლობდა, ევროპის ალპინისტური ასოციაციის ჟურნალი და ორი გამოცემლობის ძალიან მნიშვნელოვანი სერია. ამის შეწყვეტა არ შეიძლება მეგობრები. იმიტომ რომ ზუსტად ახლა ეს ზუსტად ისეთივე რაღაცა არის, რა ვიცი, მაგალითად ქართული მინერალოგია ან ფილოლოგია რო შევწყვეტოთ. უბრალოდ ეს დარგი განსხვავებით ქართული ფილოლოგიისგან, რომელიც უნივერსიტეტის დაარსებასთან ერთად სამეცნიერო ფილოლოგია მაშინ დაიწყო და მანამდე მე-19 საუკუნეში ალექსანდრე ცაგარელმა და სხვებმა ეს ძალიან გვიან დაიწყო. დაიწყო უცხო ენაზე, დაიწყო ზუსტად იქ, სადაც უნდა დაწყებულიყო და აი თქვენ ნახოთ ელექტრონულად ამ ჟურნალის ყველა მთამ მსოფლიოში უკვე არის დოკუმენტირებული, არის ანალიტიკური სტატიები მის შესახებ, ეს არის უმნიშვნელოვანესი საშუალება მისი გავრცელების. კი, ამის გარეშეც ჩამოდგენა ცხოველები, მაგრამ
ძალიან უხერხულია, რომ შენ არ აქვს ეს აღწერა. ზუსტად ისევე უხერხულია, როგორც რა ქართული ლიტერატურა გვაქვს აღწერა. ამიტომ ამის გაჩერება წარმოუდგენელი ამბავი გონია. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ხაშუს ორივე ჟურნალთან ჩვენ გვქონდა მიმოწერა, ისინი ძალიან დაინტერესებულები არიან, რომ გაგრძელდეს ეს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, ამაში მინუსებს ვუთხარი, რომ ალბათ სრულად სახმარება დაგჭირდება უსკაფი და თქვენ არჩილის მეგობრების რომ იკუდებს ძალიან კარგი მე ვიცადე რომ მე ნახამად გაიძვაინები და მართლა ჩვენს ვისწავლით ამას და აკადემიური წერის ნაწილში ნამდვილად ჩვენს მიღებას მაგრამ ეს არის დარგის ისტორია, დარგის სამეცნიერო ისტორია, ანალიტიკური ისტორია, რომელიც უნდა გაგრძელდეს. და ზუსტად ისევე როგორც არჩილის ამბავი სტორი რომ უნდა დაიწეროს, უბრალოდ არ შეიძლება დაიკარგოს, ზუსტად ისევე არ შეიძლება ამის დაკარგვა. და ჩვენ ამაში დაგეხმარებით, უბრალოდ ამაში ჭირდება პროფესიული თვალი და ხელი და მე მგონია მაინც რომ არის ურას თანადგომა და სულეს ამის ცალკე ვეტყვი მაშინაც არ ვთქვამს უარს. ეს არის გასაკეთებელი. ეს არის გასაგრძელებელი. მე ხაშუს აი მიუყვები და რა ვიცი ამაში ჯაფარისთან გაწყებული ძალიან სამწუხაროა რომ ალაგ და ძალიან მნიშვნელოვანია ხაშუს ამას არჩი დაკეთებდა სრულიად ჩუმად. ისე რომ მას არ ვთქვამს რომ აი მე ვარ ამ საქმის დამწყებლიო და ხანდახან ერთხელ რომ ეზარებოდა კიდევაც იმიტომ რომ არ არის მარტივი საქმე და ჟურნალი ძალიან ბედნიერია, იმიტომ რომ ჩვენ რო გავგზავნეთ გაიდლაინები, მე ძალიან აკურატულად წერდა, წერებს პირდება, წარმოგიდგენთ, მას რაღაცა ნიმუში არ ქონდა. იმიტომ რომ არავინ არ იყო საქართველოში, ვინც ამაზე წერდა. აქ ამ ნომერში ორი ძალიან მაგარი სტატია, არა მარტო უნიკალურ ასულებს და ვთქვათ, გაუყალა მარშრუტებზე, რითაც არჩილი იყო სრული ყველასთან გამორჩეული. არც ზოგადად ახალი მაგათაც ეს უშვის აღწერილობა სხვაგან აქვს აი სხვა მწვერვალები კავკასიონის. შემდეგი რაზეც ვიფიქრეთ და სხვათა შორის არის ძალიან ცნობილი არის გიოს და ჩვენთვის რაღაც ლეგენდა იყო და მესმიერი და სხვები ისინი ამბობენ ჩვენს მივიღებთ ამას სიამოვნებით მონაწილეობასო არის რომ დაარსდეს ყაზბეგის ბაზაზე არჩილ ბადრეშვილის მასტერკლასები. სადაც შეიძლება ერთ-ერთი კომპონენტი იყოს სწორედ არის ანალიტიკური წერა ის შესახებ და განარჩენი რა ვიცი, აი ნატალი როგორც აპირებს სვანეთში ტექნოლოგიის კოლეჯთან ერთად განარჩენი იყოს სწორედ რა ვიცი ისეთი ახალი მარშრუტების ყოვნა თუნდაც მცირე მარშრუტების, მაგრამ რომელსაც უფრო მოყვარულიც გაიგო. ყოველ შემთხვევაში არჩილ ბადრეშვილის მასტერკლასები მე მახსოვს არის ვისკას პირველივე ნაწერიდან, რომ არის კომისტის მისი მოწაფეები კარგად მოუღურა რომ თქვენც რაღაცნაირად ეს უნდა გააგრძელოთ. კიდევ ერთი რაზეც მინუსი არ მithქვამს გიჟინ ჯანას ვთქვათ. ჩვენ როცა ეს სტიპენდია დავაარსეთ, ცოტა გული გვეთანაღმდებოდა დღეს ვაჭრებს კეთი, მე რატო გადადორა და არა ქალაქში და გვეთანაღმდებოდა იმაზე, რომ რეალურად რითაც არჩილი იყო აქაურობასთან დაკავშირებული სტიპენდია იმას არ ეხებოდა და გუშინ მოვიფიქრეთ შვენიერი რა. ეს ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი, რომლის მკვლევარი იყო არჩილი აქ კიევის უნივერსიტეტში და ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამა, რომელიც მან დაამთავრა, რაღაცით და არც თუ ცოტა რამით გავს იმას, რასაც არჩილი აკეთებდა მთაში. როგორც თვითონ ამბობს, რომ სიძნელეები უნდა საკუთარ სიძნელეებს გადალახა, დღეს ამ რაღაცა სრულად გიჟობს სამყაროში ძალიან ბევრია აი ეს სიძნელეები, რომლის წინაშე სტუდენტები განსაკუთრებით ეს ბავშვები, რომლებიც ამ სიძნელებთან მარტოები არიან და
დღეს უნივერსიტეტებში ასეთი ცენტრები ძალიან აქტუალურია. არჩივის ამ ცენტრში მუშაობდა და ჩვენ ვიფიქრეთ, რომ აი 26-ში საბჭოა და მივმართოთ საბჭოებს, რომ აი ამ იგეს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრში გაიცნას არჩილ ბადრიაშვილის სტაჟირების პროგრამა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ პროგრამის კურსდამთავრებულები ერთი სემესტრით, ანუ 6 თვით, ეს არის ჩვეულებრივი ანაზღაურება, სამსახურიო ჩვეულებრივი, იმუშავებენ ამ ცენტრში და არჩილ ბადრიაშვილი იქნება მათი პირველი გზის გამყვალავი მათ პროფესიულ კარიერაში და არჩილი ისე როგორც ვიდეოში ამბობს, კი დაეხმარება უამრავ სტუდენტს, რომ გადაალახოს სიძნელეები და შემდეგ გააგრძელოს. არჩილი ამბობს, თიქოთ მეორე არჩილი, რომ აი მე არ მეკუთვნის ამაზე ლაპარაკი და მე შემდეგ უნდა მეტად არ მეკუთვნის და არც ვაპირე დიდხანს ძალიან დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თქვენ ბევრად უფრო საინტერესო ამბები გაცნობარი, გასახსენებელი და აი როგორც ნატალი, თქვენს ესე ბევრ ახალ იდეას მოგვაწვდით და შეგასცემთ და ეხლა მინდა ძალიან გთხოვოთ. ნინო, შენ ხარ დაიწყე. ხარ დაიწყე. ან როგორც მე ვიტყოდი პიროგორ ბევრი რამეა სათქმელი და ძალიან მოკერეთ ვიტყვი ხო. პირველად მინულობთ როგორ მშვენიერი ადამიანი შეგირჩებიათ, რა ვიცი, ბედნიერი ცხოვრების გაგონდეს სინათლეში იაროს და ჩვენც აქ ვართ. მეორე არ შეიძლება ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ზოგიერთი ადამიანის სულის კვეთებას მოხდა და არ შემიძლია რომ ამთქვა მადლობა ნინო დობროჭკინიძეს. ყველა შეგვეწყო არჩილის წასვლა, რომ რაღაცნაირად ქმედით საქმეებად აქცევს ნინო და რაღაც რა ვიცი, კარგია, რუგეშია, თუში მაგალითად ურთულეს დღე ჰქონდა და დღევანდელმა დღემს ის ჩრდილები გადახარა, ესე არ არის. მე რაც მინდა ვთქვა, ვინც აქ ხართ, ყველა ისეთი ახლობლები ხართ, ამას ვთქვი, რომ როგორ შეიძლება ერთმანეთს არ იცნობდეთ, როცა ესე მე რა ვიცი, ჩვენს სივრცეში ხართ, ჩვენს ველში ხართ, ეგრეთვის. მაგრამ ნუ არა ვიშევსო. ასე რომ დიდი მადლობა, რომ აქ ხართ და იზიარებთ ამ სიხარულს და სიყვარულს და ანაკლის ტკივილს და ყველაფერ ამის ზრდას. ამ გზებს, რაც მოხდა წასულას, რაღაც ახალი გზები და გაკვეთილებს, რასაც მოსწავლის და შემიძლია ვთქვა, რომ არჩილი ამ გზებზე ვერ ვიდა რომ არ ყოფილიყო გიორგი. არ შემიძლია რომ გიორგის არ გადავცა ეს ვერ იტანს სიტყვას და ვერ იტანს. მაგრამ არჩილის ძმა არის, იყო კი არა, არჩილის ძმა არის და სიცოცხლის ამ ბეწვის ხიდებზე ერთად გადიოდნენ და ამას უფრო მეტი სიახლოვე რა უნდა ყოფილიყო არ ვიცი და ჩემთვის ჩემი ოჯახისთვის ძალიან დიდი ნუგეშია რომ გიორგი ტერმინაძე გვერდს მე უბრალოდ მგონია რომ არც შემოვერთდი რა არც სუპერ ქონდა ძალიან მნიშვნელოვანი გზა ეს იყო ოჯახი და მშინ თიზგზას გულისხმობ რა ის რა შემოთქვა და ყველა მიცით ალბათ უმეტესობა მიცით რომ ეს სურათებია რომელიც ალბათ ყოველთვის საფრენი სურათებია რა ახლა შემოდადებს I just ოჯახიდან და პირველი ეს გზა გამოვიდა მე შემოვერთდი ამ გზას და მე მგონია რომ ერთად გავიზარდეთ ამ გზაზე რა ხო უსასრულო შეიძლება ხო
არც იმის ამას ხოლმე. უშავს მოიშერება. მოგარებო, ბევრჯერ ჩემს მეგობრებთან მაქვს ხოლმე ეს მარტივი გახსნა, ბევრჯერ გარდაცვლილად და ბევრჯერ დაბადებულად ერთად რა. ეს დაბადება მართლაც ბევრი იყო რა, ბევრი იყო ძალიან. ერთი ის ვიცი რომ არჩილი სხვა მდგომარეობიდან, მაგრამ ჩვენთან ერთად აღიზარებს იგივე გზას, რაც დაიწყო და რასაც მიუყვებოდა ამდენი ხანი. ხო, ცოტა განსხვავებული კავშირებით ალბათ. ჩვენ გონია ერთი ასოებით, როცა ამიყავით რომელიმე ჩვენ გუნდის წევრი, მაგრამ მაინც ვიყავით იმასებში რა. ესეთი ურთიერთობით გაგრძელდება ჩვენ ასოები და ის გზა რა, მაინც დასთან ვიყავით რა. ხო, ძალიან ბევრი დავიდოა შამპუნელი პასუხისმგებლობა. მე პირადად რაღაც შემიძლია ის ბოლო ხანები რაღაც მქონდა ჩემი რაღაცა ცოტა ხურჭები ასე ვთქვათ. მაგრამ პირიქით არა ემოციურად არჩილი ხარ რა, დააბუნებრივად გააზრებულად პირიქით უფრო მოტივაცია მომცა რომ გავაგზავნო რა, რასაც ვაკეთებდი და სადაც გული მიბიწერდა საერთოდ კლინიკის პროგრამა. პირველ რიგში ყველაზე დიდი მოტივაციები არიან თითოეული ოჯახის წევრები ჩვენები და ხო ეს არის ამ გარეშე ალბათ არის ჩემი ცხოვრება პირადად არის მადლობა აჩვენოს და ჩვენ ისე მივუყვებით რა ცოტა შეიძლება წარმოუდგენელი იყოს ეს ბევრისთვის მაგრამ ჩვენ მაინც ერთად მივუყვებით რა ჩვენს ეს ის დავიწყეთ რა მადლობა ლევან შანტიაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ძალიან დიდხნიანი კავშირი ისი უკანთავებული ვარ ვასწავლია მუშაობ ხო და აჩიკო კიდე ჩემი ბიძაშვილი არის ხო და იყო და არის და იქნება ხო იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მე მგონია რაც შექმნა აჩიკომ ეს არ არის მხოლოდ წარსულის საქმე, ხო? მის მიერ გაკეთებული ყველაფერი პრინციპში მომავალში იყო, ხო? მე როდესაც აჩიკოს ვიხსენებ ხოლმე, სულ მახსენდება ჩემი მაშინ დიდად მიმაჩნდა ჩემი თავი. მე-10 კლასში ვიყავი და კითხულობდი ოდისეას და ძალიან მამაყობდი რომ ამ წიგნს ვერ ევი და რაღაც მოკლედ ჩემს წევრებს ვიყურე ასე ვთქვათ და გავუარე ხელაც წავედი ბადრიაშვილებში და ზურამ გამერუკარი აჩიკო მოვიკითხე და აჩიკო ოთახშია და შევედი და აჩიკო წარმოწოლილია აჩიკო ჩემზე იყო 6 წლით თავს გადაშლილია ოდისეას ის რასაც მე ვიყურა და ძალიან დიდი სიამოვნებით ვიყურა და ვეკითხები რომ აგესმის მე ჩემის გამიშდა რაღაც ერთგვარი შური და ხო ნუ ესეთი კაცი იყო რა მოკლედ დიდი მწვერვალების ამ სიტყვის როგორც პირდაპირ მნიშვნელობით გადატანითი მუდმივი კანაინ გამოწვევებში მოდმევა და არ ეკუებოდა არც ინტელექტუალურად არც ფიზიკურად და მისი სისუფთავეც იყო ძალიან გამორჩეული და ხშირად იყო ხოლმე რომ ახლა მეც როდესაც ვიხსენებ ამბავს რამდენჯერ შეხვედრი ვარ და მისი თავმდაბლობა იყო რაღაც გამორჩეული რომ ვარ შეხვდებოდი სადღაც აჩიკოს უყარდა როდესაც ჩამოდიოდი თბილისში უყარდა სადღაც გაიარეხა მაინც და მაინც ან თაში მიყოდა ან მე ან საერთოდ მეგობრებს შეხვდებოდით რაღაცის გავაკეთებდით და იყო ეს ჩვეულებრივი ის რომ ჩემ მეგობრებთან ერთად უცბად გადავეღლებოდი ვეუბნებოდი რომ აი გაიცანე ჩემი ბიძაშვილი მსოფლიოს საუკეთესო ალპინისტი და აჩიკო ისე დაიწხვენდა ამ დროს ისე რომ მართლა გულწრფელად რომ არავინ არ უჯერებდა და ალბათ ფიქრობდნენ რომ აი ლევანი გამოჩნდა კიდევ ერთხელ და
რაღაც ისურიელებს ველაპარაკება და ასე შემდეგ. ხო და აი ეს თავდაბლობა, პროფესიონალიზმი, ქვეყნისადმი, მეგობრებისადმი, ადამიანებისადმი სიყვარული და ეს გაზიარება არა მარტო ჩემთვის არ მგონია, რომ ყველას მიმართ, ყველასთვის იქნება სამაგალითო და ძალიან კარგი ამბავია, რომ აჩქოზე გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ დაიწეროს, იმიტომ რომ ამის გარშე არაფერი არ იქნება და ეს დაწერილი კიდევ უფრო მეტად რაღაცნაირად გაამყარებს იმ სიკეთეს და იმ საქმეს, რაც აჩქომ გააკეთა და რაც აჩქომ დათესა. არჩილი იყო ჩემთვის პოზიტიური ადამიანი, რაც მინახავს ყოველთვის ესეთი დადებითად მოგიკითხავ და Facebook-ზე ვყავდა მეგობრებს წლების მანძილზე და ესე დისტანცირებად ვიცნოდით ერთმანეთს და პირველად ვნახე რამოდენიმე წლის წინ, როდესაც უკრაინის წერაყინი მიიღეს და საქართველოშიც რომ იყო მათი დაჯილდოება მეტის ბაღში და აი იქ მოვიკითხე და ესე ძალიან მეკითხებოდა, მაგრამ აი ვერ დავაძაბი რა მივსვენყავი და რაღაც აი ესეთი გულწრფელად მოვიკითხა, როგორ ხარ შენი ხარ მეთქი ხო ისო ვარიანტი სახარ. საოცრად დადებითი ადამიანი, საოცრად პოზიტიური ადამიანი. ბებია ჩემა, რომელიც 83 წლის ქალბატონი არის და არის ცოტა არჩილის შესახებ არაფერი. ის დღეები ალბათ როგორც მთელი საქართველო გაუხდა, ისე გაატარა, ისე იგარდა, ისე განიცადა და ერთ-ერთ წიგნში, სადაც არჩილზე არის მოთხრობილი, როგორ და მის მეგობრებზე როგორ მიიღეს ოქროს წერაყინი, ის პატარა მონეტეთი მან წაიკითხა, ბებია ძალიან აი ისეთი ბედნიერი იყო და აღფრთოვანებით მიყვება და ხო წაიკითხე ბებია ეს კი წავიკითხე. ძალიან თელს არ ვიცი ესე როგორი ადამიანი იყო, რომ ამდენ ნაცნობს, უცნობს და ამ პატარა ერს, როგორც არის საქართველო, ამ 3 მილიონ ადამიანს, შემთხვევით სრულიად უცნობ აი იმ 3 მილიონ ადამიანს დაწყვიტა გული. ანუ ეს არის რომ იყო აი საოცარი ადამიანი. უბედნიერესი ვარ, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩილი აქ აღარ არის ჩვენთან ერთად, ის მაინც აქ არის და აი ასეთ საოცარ და დიდ საქმეებს აკეთებს მაინც იქიდან, ზემოდან. მადლობა მის ოჯახის წევრებს, რომ ასეთი მხნედ არიან და მადლობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომ აი ასეთ კარგ საქმეებს აკეთებთ და მადლობა მოკლედ ყველასთვის. მე აბსოლუტურად არაობიექტური ვარ არჩილის მიმართ, მე ძალიან სუბიექტური არჩილის მიმართ. ვინაიდან შეთავაზებია თქვა, რომ არჩილი ჩემს თვალზე დაიბადა. და ძალიან დიდხანს, ძალიან ბევრი წელი გავატარეთ ერთად, ოჯახთან ერთად. და რაღაცა მომენტში, როცა ძალიან ინტენსიურად დაიწყო ფაშისტური, ნუ ისეთი ახალობა აღარ მქონდა, იმიტომ რომ ძალიან დიდ დროს ატარებდა თებში და ჩემთვის დარჩა ისეთი პატარა არჩილი, რომელიც გავყავდა ერთად საფულში, ერთად ვატარებით, რომ დროს და აი ამ გოგონას ნათქვამსაც ცოტათი გავემიჯნები, იმიტომ რომ ჩემთვის არის აბსოლუტურად ისეთი ზეიმი არჩილის არსებობა საერთოდ, რომ არ მინდა ეს სერდიანი ნანეთი გავყოს აქედან და როდესაც ეს ამბები მოხდა და მე ამას ესე მეძახე პირდაპირ ეს ამბები უბრალოდ მოხდა, თორე არაფერი დამთავრებულა ამითი. ჩემთვის არჩილი გახდა მეორე აღმოჩენა, იმიტომ რომ ახლა ეს ახლო მეგობრობა აღარ მქონდა, ვინაიდან ის მთაში იყო და მე სულ ბარში ვიყავი. და სულ ქონდა ჭიდილი, იმიტომ რომ მე სულ ვერ ვცოდი ის ალპინისტის რადგანაც სულ მეშინოდი კონტენტა შეიძლება მეშინოდეს. ხოლო და ეხლა ვხვდები რომ ძალიან სწორი იყო რომ ყველაფერი ხელი ეწყობოდა რომ თაში არა. იმიტომ იქ იყო ისე ადგილი, მაგრამ მე სუბიექტურ დეტალს მეშინოდა ყოველთვის. და აღმოჩენა გახდა ის ჩემთვის რომ პარალელურად იმისა, რომ ძალიან ბევრს უსვამე ხაზს მის ალპინისტურ მიღწევებს. მაგრამ არჩილს ჰქონდა კიდე თურმე მეორე პარალელური ნიჭი, რომელიც ჩემთვის გახდა აღმოჩენა მისი კავშირი მთელი სულებთან.
ანდრეზებთან გადმოცემებთან ეს მისთვის არ იყო მხოლოდ ტექსტები, როგორც აღმოვაჩინე, ეს იყო სრულიად ცოცხალი მოვლენა არჩილისთვის და დარწმუნებული ვარ იმ სტატიებშიც, რომელიც თურმე გამოუქვეყნებია, მე გავიგე თუ აქვეყნებენ საერთაშორისო აღიარებული ალპინისტური გამოცემები, სწორედ ეს ხაზია იქაც ალბათ გატარებული, ეს კავშირები ქართულ თემთან, მის სულთან და ქართული სულის იდენტიფიცირება ხდება თემთან ერთად, ჩვენთან ვაკე-ადგილი ფაქტობრივად არ ითხოვა რა არც იცი ხა. ყველაზე დიდი ვაკე-ადგილი რომ გაევლიხო ეს კონკრეტის დეულო და იქაც თემი ჩას რომ გარშემო რომ მოიხედავ. ამიტომ აი არჩილის თვისება და ეს ხაზი მის შემოქმედებას უფრო დავარქმე, ვიდრე ამ სპორტულ მიღწევებს. სპორტული მიღწევები თავისთავად, მაგრამ თან შემოქმედებითი მიდგომა აი ამ საქმის მიმართ, აიდე მნიშვნელოვნად ცოცხალი, რომ არ შეიძლება ეს გამიხილოთ რაღაც წამსულის კონტექსტში, ან რაღაცა ფსევდიერი ნალექი გავაყოლთ, იმიტომ რომ ძალიან დიდ საქმეს ჩაეყარა საფუძველი. მე არ ვიცნობ ეხლა მაგ დარგს ესე საფუძვლიან თქვა რომ რაღაცა დაიწყო და მე ცოტა იყო თუ არ იყო, მაგრამ ჩემთვის პირადად ჩემთვის აი საფუძველი ალბათ გააგრძელა არჩილმა ახლებურად და ეს აუცილებლად უნდა გააგრძელდეს, იმიტომ რომ აი ამ კონტექსტში განხილვა ამ სპორტსაც მე სიმპათიას წენს. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს არ არის მარტო ფიზიკური მომზადება და იქ რაღაც გამოცდილებები, რომელიც მარტო მათთვის პირადულია. ეს არის კიდე რაღაც სხვა, არ ვიცი მე ხა სახელს სპონტანურად ვერ დავაკეთე, მაგრამ მინდა რომ სევდიანები კი არ ვიყოთ არჩილის გახსენების დროს, არამედ ვიყოთ ოპტიმისტურები და გქონდეს ვაძლევდეს ამ ადამიანის გახსენება ძალას რომ იაროს წინ და მარტო ერთ შენეში არ განვიხილოთ ხოლმე მსგავსი ადამიანების ცხოვრება და ბიოგრაფია. დიდი მადლობა და მადლობა ინსტიტუტს. აღთვალებული ვარ თქვენი ინიციატივით, ალბათ ნინო ამ ინსტიტუტის ინიციატივით. მე დარწმუნებული ვარ ეს გოგონა ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია რა ნამდვილ სტუდენტში შეირჩა და წარმატებას გისურვებთ. მართალს ვწამებ, არჩილი როცა წერს მისთვის არ არის სპორტი ნამდვილად. იქ ეგვიპტური მითოლოგიური და კოლხური და სვანური მითოლოგიის შედარებიდან დაწყებული არის ყველაფერი ერთად და ეს არის ნამდვილი ანალიტიკა. ნამდვილი ანალიტიკა ამის ზუსტად ისევე დამაარსებელი არჩილი, როგორც ალექსანდრე ცაგარელი იყო მე-19 საუკუნის პირველი რაღაცა ფილოლოგიური წიგნის დამცველი. და ეს დარგიც კიდევ უფრო მუხტიბლავია არანაკლებ, როგორც ქართული ფილოლოგია. ამიტომ მგონია, რომ არ გავჩერდა მიკერძოებულიც ვარ ახლა მე როგორც სისტემატიკის მოყვარული, მაგრამ მგონია, რომ ეს არჩილის, აი ეს ქტიტორობა უბრალოდ არ შეიძლება დაიკარგოს, ისევე როგორც ყოველ სხვაშორის მე არ წავიკითხე ხა მოგონებები კი არა ყველას გამოსახავად სიტყვა და ყველა ერთხმად აღნიშნავს რომ კი არჩილმა და აი ჯგუფმა გიორგისთან ერთად სრულიად ახალი ეს გაუყვალავი მწვერვალების და მათი ინდივიდუალური გზის ალპინიზმის თასთან ურთიერთობა დაიწყო და ეს არის რაღაც მაგრესი რა, როგორც ფიზიკაში ამბობს რომ უშბაზე საკუთარი გზა ამის მეტი რა უნდა ვთქვა. რომ საკუთარი გზა გქონდეს ამ ულამაზეს მწვერვალზე და ბევრ მწვერვალზე რაც თან ერთად ან თავსავშე და ამის გეთანხმებით იმაში რომ ამ კომერციალება სწორედ ეგ არის რომ მოინიშნოს ეს ყველაფერი და მე შეძლებს აღარ გაგრძელდეს გაგრძელდეს იმ არჩილის სულისკვეთი. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის მომრავი ადამიანი, რომელსაც შეიძლება ხა ბურთებში რაღაცში და უბრალოდ ვერ ახერხებს დღეს აქ რამის თქმას, აუცილებლად თავის წინ უზას
აუცილებლად მონიშნავს და აუცილებლად გახდეს მათ სხვებისთვის. რა თქმა უნდა. როცა ბავშვი იბადება სამართლისავრში, არის ეს დიდი სიხარული მომავლის დანახვა საკუთარი და შეგრძნება რომ მომავალი აქ არის და ესე ვერ იცნობიერებ, მაგრამ პრინციპში გადადიხარ ჭავის ხანაში, სადაც ბავშვებს იჭერ, რომ არ გადაიჭახონ. ეს როლი უფრო თაობას აქვს აღებული, რომელიც საპატიოა ძვირფასი, ხილებული და საპასუხისმგებელი. ნელ-ნელა იზრდებიან ბავშვები და მომოდინი გაქვს, რომ ისინი როცა ძალიან დიდები გახდებიან, ისინი აიღებენ ამ როლს შემდეგ თაობის წინაშე. და არიან ალბათ გამორჩეული ადამიანები და არჩიკო ესეთი იყო, რომ მათ შეძლო ეს დროზე ადრე აეღო ეს როლი. ყველას გვაქვს ჩვენი შესაძლებლობები, ვის დავიჭერთ გადაჭეხვისგან, ვის დავეხმარებთ. არჩილს ჰქონდა უსაზღვრო ზეგავლენა ადამიანებზე. ეს ძალიან საამაყო. და ალბათ მისი წასვლით ეს ჩემთვის უფრო ცხადი გახდა, რომ ის უკვე დიდი ადამიანი იყო და უზარმაზარი შესაძლებლობები ჰქონდა დაეჭირა ბავშვები, ზოგი დიდებიც გადაჭეხვისგან. ეჩვენებინა გზა წინსვლისთვის, შებრძოლებისთვის და ყველა ღირებულებებისთვის, რისთვისაც საერთოდ აქ ვართ. ძალიან დიდი მადლობა მას ამისთვის. ყველა მის ოჯახის წევრს, ახლობელს ძალიან მიამაყება და მიხარია, რომ ის ჩვენს გვერდით იყო. და ყველა ადამიანს მადლობა, ვინც მისი წასვლით კიდევ უფრო ცხადყო, ხელი შეუწყო მის ზეგავლენას, მოხდენას ჩვენს ყველაზე. ეს იქნება სტიპენდია, თუ ეს იქნება წიგნი, ვიდეო, თუ კიდევ ერთი ჩანახატი და მოგონება. იმიტომ რომ ამით შეუძლია არჩილს, რომ კიდევ გზა გაგვინათოს. დიდი მადლობა ყველას ამისთვის. მისი თავადობით მადლობა. ერთი რაც ვიცი, ავთანია ესეთი, რომელიც ისე როგორ გითხრათ. აი ესე იტყვის, რომ ბედიცთა გამარჯვება ღმერთსამა და მოცახვდების. ან და აი ეს არჩილის სიტყვები, რომ ბედნიერად და გაშეწყში მხნეთ და ის რომ ეს ყველაფერი, ეს ჩვეულებრივი გზა და ის მოცახვდება თუ არა ის გამარჯვება, ეს მაინც მიდის. და მაგარი გახდა რა ვიცი და მართლა ნამდვილ ბედნიერებაა, რომ აი თქვენ გვერდით ესეთი აფრინგელი დადიოდა და დიდი მადლობა ყოველთვის იქნება და სხვების ვინც აქ არიან ახლა და ვინც რაღაცნაირად თავისი კარტოგრაფია ვერ ამბობენ, მათთვისაც იქანს იქნება ესას. და ჩვენს დიდხანს აღმოვაჩენთ აი ნატალის გამოცდილება და მომავალ წელს სტიპენდიები და მე პატარა გრუპს გააკეთებენ. ეჯებიან მოუყვებიან დანარჩენებს რა აერთიანებს მათ. ისევე როგორც აი არჩილი ბადრიაშვილის სტაჟირების პროგრამის წევრებისგან იქნება ერთი გრუპი, რომლებიც მე გავიზიარებენ, როგორ შევიდნენ ისინი ამ სპეციალობაში და როგორ ეხმარებოდა მათ არჩილი იმაში, რომ სხვებისთვის ყოფილიყო ის, რაც არჩილისთვის იყო მთა.
და როგორ გადაევახათ მე ეს სიტუაცია. აჩის მე პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ვიცოდი დედამის და დას, რომლებიც ჩემი კოლეგები არიან. და ძალიან მიყვარს ორი. ძალიან. და რა მინდა თქვა, ჩემ პირადი რა დავინახე, ეს არის უდიდესი სიყვარული, რომელიც ამ ადამიანის გარშემო იყო. უდიდესი სიყვარული. 28 წელი ცხოვრობ თქვათ და ამ ხელა სიმდიდრე არ მინახია, რაც ამ ადამიანის გარშემო იყო. და დღემდე სულ ამაზე ვფიქრობ, რომ როგორ მოახერხა, რომ ესეთი დაფასებული იყო და რომ ამდენმა ადამიანმა გამოხატა ასეთი სიყვარული მის მიმართ. და სად ხედავ ამას მე თვითონ. სვანეთში წავედი პირველად ამ ზაფხულს, აჩის გარდაცვალების მერე. და ფაქტობრივად ნახევარსვანეთს ვიცნობდი დაუსწრებლად. ეგეთი არის ყველა სახეზე ვიცნობდი ფაქტობრივად და რომ გამოვეუცნაურე აჩმა კავშირობდა მათთან. და მინოს მინდა აკუთხრა, რომ თქვი, რომ როგორი ძვირფასი ხალხი ხართო და არ იცნობთო ერთმანეთსო, არა დავიცნობ. იმიტომ მე გავიცანი აჩთ. და აგზიან ადამიანები, ვისაც გამოვეუცნაურე, აი ტატა არის აქ, გიორგი და მაშო. და მე ვიცნობ ხალხს, მართლა და გითხრა. ძალიან დიდი სიყვარული არის აქ, ძალიან დიდი სიყვარული და ამის თქმა მინდა.